ძალიან საინტერესო იყო ის, რომ კვლევა ჩატარდა თითქმის ყველა რეგიონში. გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან. ჩვენ გვაქვს პარტნიორობა ბავშვის უფლებების ცენტრები ერთობლივად გვაქვს უნივერსიტეტებთან ერთად და აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო მიზნობრივი კვლევა და არ იყო ეს კვლევა მისი შედეგების განზოგადება მთელი ქვეყნის მასშტაბით არ არის სწორი, თუმცა ის გვაჩვენებს გარკვეულ ტენდენციებს ზუსტად იმ რეგიონებში, იმ საუნივერსიტეტო სივრცეებში, სადაც ეს კვლევა ჩავატარეთ. კვლევა ჩატარდა უკვე 2024 წლის ბოლოს და გამოიკვეთა ბევრი მიმართულება, როგორც პოზიტიური ჩვენი ახალგაზრდების საკვანძო უნარების და კომპეტენციების თვალსაზრისით, ასევე ის სფეროები, სადაც ბევრი სამუშაო არის კიდე და როცა ვიძახით ჩვენ, რომ ბევრი სამუშაო, აქ ჩვენ ვსაუბრობთ ცხადია ფორმალურ და ასევე არაფორმალურ განათლებაზე. ასევე მინდოდა აღმენიშნა, რომ ჩვენ ეს კომპეტენციები არის სწავლა მთელი ცხოვრების მანძილზე. აი ამისთვის საჭირო კომპეტენციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უნარები ადრეული ასაკიდანვე ვითარდება. ანუ ვლაპარაკობთ ჩვენ ადრეული ასაკის ბავშვებზე, ანუ სკოლამდელ განათლებაზე, მერე უკვე სასკოლო განათლებაზე, მერე პროფესიული, უმაღლესი და ასე შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე უნარები. ხშირად ამ უნარებს მოიხსენიებენ როგორც ტრანსფერულ უნარებს, რომელიც ადამიანისთვის საჭიროა შემდგომი განათლებისთვის, დასაქმებისთვის, რეალიზებისთვის ან ცხოვრებისეულ სიტუაციების უფრო ზუსტად რა იგულისხმება ქალბატონეთი? ამ უნარებში იგულისხმება ევროკომისიის მიერ რეკომენდებული საკვანძო სწავლა მთელი ცხოვრების მანძილზე საკვანძო კომპეტენციები, როგორც არის მაგალითად წიგნიერება, როგორც არის მრავალენობრივი კომპეტენცია, როგორც არის სამეცნიერო კომპეტენციები, შემოკლებით რომ აბრევიატურით რომ STEM-ს ვუწოდებთ, ანუ მეცნიერება, მათემატიკა, ინჟინერია. ეს არის სამოქალაქო კომპეტენციები, ეს არის ციფრული უნარები, ეს არის პერსონალური და სოციალური კომპეტენციები, ეს არის მწვანე უნარები და ჩვენ ასევე გამოვკვეთეთ ცალკე მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით ახალგაზრდების მოსაზრებები გვინდოდა შეგვესწავლა ან მათთვის რამდენად საუბრობთ იგნაზე, ხო, ამ ნაწილში? კი, ახალგაზრდებმა ბევრ საკითხზე ისაუბრეს, ძალიან საინტერესოდ, გამოთქვეს თავიანთი როგორც სურვილები, ასევე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა შეეფასებინათ თავიანთი უნარები. ერთია ვთქვათ, როდესაც მკვლევარი ინსტრუმენტებს იყენებდა, უფრო ხარისხობრივი იყო ეს კვლევა, თუმცა მეორე მხრივ, ასე ვთქვათ, ერთი იყო მკვლევარის მიერ შეფასებული ეს უნარები და მეორე მხრივ თავად ახალგაზრდები როგორ აღიქვავდნენ ამ უნარებს საკუთარ თავს აი ამ უნარებთან მიმართებაში. განსხვავდება მნიშვნელოვნად მონაცემები თბილისსა და რეგიონებში? იცით რა არის რაღაც საკითხები, სადაც არის სხვაობები, თუმცა ყველაზე პოზიტიური, რაც მე პირადად როდესაც ამ კვლევას ვკითხულობდი, იყო ის, რომ ახალგაზრდების თითქმის უმრავლესობას აქვს ძალიან კარგად განვითარებული სამოქალაქო კომპეტენციები, ანუ ისინი გრძნობენ, რას ნიშნავს იყო მოქალაქე, ისინი გრძნობენ ამ პასუხისმგებლობას, მოქალაქეობის პასუხისმგებლობას. ასევე ძალიან კარგად აქვს განვითარებული, უბრალოდ სურვილს გამოხატავს ყველა, რომ კიდევ მეტი ისწავლოს, რომ კონკრეტული, ცხადია კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდათ კონკრეტული მიმართულებით, სურვილები, მაგრამ საერთო ჯამში ახალგაზრდები მზად არიან, რომ განვითარდნენ, მზად არიან ახალი უნარები შეეძინონ, მზად არიან ახალი პროფესიები შეიძინონ სხვათა შორის და ეს არის ძალიან პოზიტიური, იმიტომ რომ ეს სურვილი ზუსტად ამოძრავებს იმ პროცესს, რასაც ცოდნის მიღება ქვია და განვითარება ქვია. თუმცა აი პოზიტიური დინამიკის მიღმა ჩვენ ახლა მათ შორის ამ კვლევის ფარგლებში და კვლევაზე დაყრდნობით საუბრობთ ახალგაზრდების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რომელსაც იწვევს არაერთი ფაქტორი, ხო? აი რა არის მათ შორის წამყვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი, უფრო მეტად ვთქვათ, განათლების სისტემური პრობლემები თუ სოციალური ფაქტორები? იცით რა, ესე ვთქვათ, რომ ყველაფერი, იმიტომ რომ ნებისმიერი უნარის განვითარება ხდება როგორც განათლების ფორმალურ სისტემაში, ასევე არაფორმალურ განათლებაში და ასევე საზოგადოებაში, ოჯახში, სოციუმში, თემში, ამიტომ სხვადასხვა ტიპის უნარები ვითარდება, ცხადია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც დაგვანახა ჩვენ ამ კვლევამ, არის მაგალითად წიგნიერებაში არის ის, რომ ახალგაზრდებს უჭირთ არგუმენტირებულად, თანმიმდევრულად
ჩამოყალიბება და გამოთქმა თავისი აზრისა, თავისი მოსაზრებისა. ასევე დაგვანახა კვლევამ, რომ არის გამოწვევები კრიტიკული აზროვნების თვალსაზრისით, პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით, აი ამ უნარებისთვის უნარებზე არის გამოწვევა. იგივე მეცნიერებაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამეცნიერო საგნებზე, დარგებზე, ინჟინერიაზე და მათემატიკაზე, მაგალითად გამოწვევა არის ის, რომ ახალგაზრდები კი აღიარებენ აი ამ დარგების მნიშვნელობას, მაგრამ ვერ ხედავენ ამ სფეროს კავშირს რეალურ ცხოვრებასთან, რაც სინამდვილეში ესე არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ბუნებაში, სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველა მოვლენა აიხსნება, ასე ვთქვათ, ყველა მოვლენას აქვს თავისი მეცნიერული საფუძველი. და ვერ ხედავენ თავენ დასაქმების სფეროებს, თავენ კარიერას ვერ უკავშირებენ სხვადასხვა სამეცნიერო დარგს. მაგალითად, იგივე შეიძლება ითქვას ფინანსური წიგნიერება. აი აქ იყო მაგალითად განსხვავება ქალაქად მცხოვრებ ახალგაზრდებს და სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის. ქალაქად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ეს არის გამოწვევა, ანუ ისინი უფრო ამახვილებენ ფინანსურ წიგნიერებაზე ყურადღებას, როდესაც ანალოგიურად ვთქვათ, მცირე დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდობისთვის ეს არ არის გამოწვევა. ძალიან საინტერესო იყო ის, რომ უმრავლესობამ დაახლოებით 92%-მა იცის ინგლისური ენა და 70%-ზე მეტმა ამ გამოკითხული ახალგაზრდებისა გამოთქვა სურვილი, რომ ისწავლოს მეორე ევროპული ენა. ანუ ისინი მზად არიან ამ მიმართულებით იმუშაონ. კიდევ მინდოდა მეთქვა ძალიან კარგი მიგნებები, რომ აი პერსონალურ და სოციალურ განვითარებასა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის არის დიდი კავშირი. ჩვენსაც ამ უნარებზე ვლაპარაკობთ, ეს უნარები ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. კრიტიკული აზროვნება ეს არ არის მხოლოდ წიგნიერების თემა, ეს კრიტიკული აზროვნება საჭირო არის იგივე სამეცნიერო კომპეტენციების დროს, იგივე მოქალაქეობრივი კომპეტენციების დროს, ანუ უნარები, რაც თქვათ, აი ამ დიდ კომპეტენციას აქვს, ყველა მიმართულებით არის საჭირო და მაგალითად ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა თქვა, რომ ფიქრობს და გამოავლინა ცოტა ზედაპირული ცოდნა დემოკრატიული ინსტიტუციებისა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გახსნილი არიან და ასე ვთქვათ, მათი ღირებულებები არის ზუსტად დემოკრატიული ღირებულებებს ეფუძნება. საინტერესო იყო ციფრული კომპეტენციების შედეგები. ჩვენ ვიცით, რომ ახალგაზრდები, მინიმუმ ჩემზე უკეთესად ნამდვილად ერკვევიან ამ ციფრულ სამყაროში, მაგრამ მიუხედავად ამისა გამოავლინდა ესეთი გამოწვევა, როგორიც არის უსაფრთხოება, ციფრული უსაფრთხოება და ასევე მაგალითად მედია წიგნიერება, ყალბი და არა სწორი ინფორმაციის ერთმანეთსგან განსხვავება და თქვათ იგივე ხელოვნური ინტელექტის თქვათ საფრთხეები არსებობს თუ არ არსებობს, ანუ მსჯელობენ ამაზე ახალგაზრდები ნამდვილად. და ამ კუთხით ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასწავლო დაწესებულებებს. ხო, როგორ უნდა ინტეგრირდეს ეს ყველაფერი საგანმანათლებლო სივრცეებში, ესე რომ ახალგაზრდები მეტად მზად იყვნენ ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის, თქვათ. იცით რა, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სადაც უნდა ინტეგრირდეს, სადაც უნდა ძალიან სერიოზულად მივუდგეთ ამ საკითხს, ეს არის ფორმალური განათლება, ვინაიდან ის მიდის ყველა ბავშვამდე, ყველა ახალგაზრდამდე, ყველა მოზარდამდე. მეორე პრინციპი, რაზეც უნდა ვიფიქროთ, არის ის, რომ ჩვენ ეს ამ უნარების განვითარება, რადგან ამ უნარებს ქვია სწავლა მთელი ცხოვრების მანძილზე, ჩვენ ამ უნარების განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ ადრეული ასაკიდანვე, იქნება ეს ოჯახში ბავშვი თუ სკოლამდელ დაწესებულებაში. ამიტომ ფორმალური განათლება თამაშობს ძალიან დიდ როლს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ მაგალითად იმ სახელმწიფო დოკუმენტებში, რომელიც არის სკოლამდელი განათლების სასწავლო გეგმა, სტანდარტები, ან ზოგადი განათლების სასწავლო გეგმა და სტანდარტები, ნამდვილად ასე ვთქვათ, გაწერილი არის მთელი რიგი კომპეტენციების განვითარება და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ისეთი სწორად აგებული დოკუმენტები არის. თუმცა ერთია ჩვენ რა სურვილებს ვწერთ და მეორეა როგორ შეგვიძლია და როგორ ვახორციელებთ მას და როგორ მიდის მართლა ეს საუკეთესო სურვილები, რაც გვაქვს, როგორ მიყვავს ბავშვთან, როგორ მიგვაქვს და როგორ ვეხმარებით მას. ამიტომ განმანათლებლების გაძლიერება, განმანათლებლების მე ვფიქრობ, რომ ფუნდამენტური გადამზადება ამ მიმართულებით, მათი აღჭურვა რესურსით იქნება ეს თუ დახმარებით, თუ კონსულტაციებით, თუ გადამზადებით, მომზადებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ფორმალური განათლების მხარე. რაც
შეეხება მეორე მხარეს, ეს არის არაფორმალური განათლების მხარე. თქვენ ბრძანეთ რა განსხვავებაა, თქვა თუ გამოიკვეთა სხვაობა ქალაქად და რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, კი მაგალითად ხელმისაწვდომობა არაფორმალური განათლების შესაძლებლობებისთვის. მაგალითად დიდ ქალაქებში ამის შესაძლებლობა ბევრია ახალგაზრდებისთვის, არის სხვა ტიპის კურსები, ტრენინგები, პროგრამები, თუმცა მცირე დასახლებიდან ვინც იყვნენ ახალგაზრდები, მათთვის ფაქტიურად ძალიან რთული არის მონაწილეობა მიიღონ არაფორმალური განათლების რაიმე ტიპის პროგრამაში და ამავდროულად არაფორმალური განათლება ძალიან ბევრ უნარს უვითარებს ახალგაზრდას. ამიტომ არაფორმალური განათლების სისტემას, ეკოსისტემას ცხადია ქმნის სახელმწიფო მისი კანონმდებლობით, მაგრამ ამასთანავე არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მუნიციპალიტეტები მუშაობენ აქტიურად, ანუ მუნიციპალიტეტების ერთ-ერთი მიმართულება სამუშაო არის ზუსტად ახალგაზრდებთან მუშაობა და იგივე საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ უფლებაც და მე ვიტყოდი, რომ შესაძლებლობაც, რომ ფორმალური განათლების მიღმა შესთავაზონ არაფორმალური განათლება ახალგაზრდებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.